მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მივესალმები, რა თქმა უნდა, სტუდიის სტუმრებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ ზოგადად ღვინის ბაზრის მიმოხილვით სოფლიო ბაზარზე და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს სოფლიო ღვინის მოხმარება 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. და ეს ვარდნა განხორციელდა ბოლო 10 წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკვეთრად არის შევცვლილი ღვინის მოხმარება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონკურენცია ჩნდება უფრო მწვავედ საერთაშორისო ბაზრებზე და თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ხარისხი არის ერთ-ერთი პირველი განსაზღვრელი ამ ყველაფრის და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართული ღვინო ჩვენთვის არის ტრადიცია 8000 წლიანი, ამავდროულად აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე და ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის რიგი რეფორმებისა, რომელსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებს, დაწყებული თვითონ ყურძნის ხარისხის ჩაბარების დროს ყურძნის ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან და დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენების მიმართულებით და აქვე უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ხარისხიანი ღვინო, შეუძლებელი არის ხარისხიანი ვენახის გარეშე და ხარისხიანი ვენახი შეუძლებელი არის შესაბამისი ადგილის, შესაბამისი ვაზის ნერგის, ხარისხიანი ვაზის ნერგის გარეშე. და ამ ყველაფრის ერთობლიობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია აუცილებლობა იმისი, რომ აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ადგილი და გაკეთდეს მიწის ნიადაგი, თუ საშენდება ვენახი, აქვე უნდა იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული ვაზის ნერგი, იდენტიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაზის ნერგი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი და ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ 1 მეტრზე ქვევით ახლოს არ უნდა იყოს გრუნტის ხალი, რაც ერთობლიობაში ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მინიმუმ რაღაცა მინიმალური ხარისხის ვენახი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხიან ღვინოს, ის გაშენდეს და ზუსტად ეს არის ამის მიზეზი თუ რატომაც გადაწყვიტა სახელმწიფო რომ მით უმეტეს, როდესაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაში, მთავარი საექსპორტო პროდუქტი, ამასთან მიმართებით აუცილებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ხარისხი ღვინის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, მით უმეტეს იმ გამოწვევების დროს, რომელიც დღეს საერთაშორისო ბაზრებს დგას და ეს გარდაუვალია ხარისხიანი ღვინის გარეშე. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მევენახის შრობას, რომელსაც ეწევა იმისთვის, რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, არ უნდა დაუყენოთ გვერდით ნაკლებად ხარისხიანი, ნაკლებად კონდიციური ვენახი და ყურძენი, რომელიც ხელს უშლის ფაქტობრივად და ერთ კატეგორიაში აყენებს ამ ვენახებს. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, დაიწყოს ხარისხის ყურადღების მიქცევა ვენახიდან და მხოლოდ ასე შეიძლება, რომ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ქართული ღვინო, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და შესაძლებლობა იმისა, რომ ახალ ბაზრებზე გავიდეთ, თუ არსებული ბაზრები გავამყაროთ, მხოლოდ ასე არის შესაძლებელი. და ასევე პროდუქტი შემდგომ გაკონტროლდეს ორგანოლეპტიკურად, როგორც არის ამას ემსახურება ზუსტად ორგანოლეპტიკური გაკონტროლებაც, რომ ექსპორტზე ღვინო არ უნდა გავიდეს, თუ არ შეესაბამება შესაბამის ხარისხს და არაერთი აქ მეღვინეები ბრძანდებიან, არაერთ ქვეყანაში შეხვედრიათ კომენტარი, რომ იცით რა, ქართული ღვინო ან ზოგი ქართული ღვინო იმდენად გემოვნურთვისებებს ვერ ახლა და ამისთვისაც აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ღვინო, რომელიც გადის ექსპორტზე, უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სტანდარტს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. ბატონმა გია ბრძანა წეგა, რომ გამოცდილება, ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტი უნდა იყოსო და შესაბამისად ეს რეგულირება არ დაგჭირდება, თუმცა აქაც არ დავეთანხმები, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კარგად იცის ბატონმა გია და თქვენს დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, იმათი მაგალითები და დამერწმუნებით, რომ ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრი არის, ვიდრე ჩვენ რა ვესაუბრობთ. ერთი წუთი დრაკონულია და რატომ უნდა გადმოვიღოთ ის წესები ჩვენთან? ერთი წუთი დრაკონულს რასაც არ უნდა დრაკონულს ვეძახდეთ, საბოლოო ჯამში აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე და შევადაროთ 1 ლიტრი, 1 ბოთლის საშუალო ღვინის ფასი საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და ჩვენი საშუალო ფასზე გულისხმობ, აღარ ვიძახე აღარაფერს
ნაპას შემთხვევაში, ამერიკის ნაპაველის შემთხვევაში. მაგრამ ეს ფასები ნებართვებთან არ არის კავშირში. ეს ფასები მიღებული არის ზუსტად იმ წესებიდან, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი და ამ ხარისხით დგება საბოლოო ჯამში ეგ ფასი. ესე არის მოცემულობა და ძალიან კარგად იცით თქვენ ეგს და რა შეეხება ინვესტიციების გამო დავიცვათ თუ არა დავიცვათ, ხშირი არის შემთხვევები, როდესაც განახორციელებენ, ესე იგი იწყება ვენახის გაშენება, ხო, ეს არ არის მარტო რომ რაღაცა ინვესტიცია გავაკეთოთ, ხო? ვენახის გაშენება, არასწორი ვენახის გაშენება თქვენ საფრთხეს გიქმნით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ხო საუბრობთ სამეწარმეო ვენახზე და არ ვსაუბრობთ სამამულო ვენახებზე, ხო? სამეწარმეო ვენახების შემთხვევაში ძალიან ბევრი არის სამწუხაროდ მოცემულობა, როდესაც გაშენდა ვენახები კაცითელს კონკრეტულად ვიწყდა კახეთში და აღარ გავყვები კონკრეტულ ადგილებს და დარწმუნებული ვარ თქვენც არაჩვეულებრივად იცით ეს ამბავი, სადაც ჰექტარზე 30-40 ტონა მოყავთ, შაქრიანობა 14-15 გრადუსზე ვერ ადის და ეს ადამიანი უნდა დაიცვა, როდესაც ესეთ ინვესტიციას აკეთებს, იმიტომ რომ როგორც კი შერეგულაცია შეხვალ და იძახი რომ ჯერ ამოყვანე მე ვენახე რომ 14-15 გრადუსიანი შაქრით ყურძენს მოიყვას იქ უნდა დავამთავროთ საუბარი. ერთი წუთი დავასრულოთ საუბარი. როდესაც სახელმწიფოს აღებული აქვს პასუხისგებლობა ამასთან დაკავშირებით, რომ ჭარბი მოსავლისგან მე ვენახეს უნდა მოუხსნას, იმიტომ რომ ვენახი და ყურძენი და ღვინო არ არის მხოლოდ ბიზნესი და დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი. როგორც არ უნდა ავიღოთ 8000 წლიანი ისტორია აგერ ყურძენთან მიმართ, ვენახთან მიმართებით გვაქვს და იმის იქით ხორბალზე დამტკიცდა და დადასტურდა. ეხლა რასაც გილოცავთ აუცილებლად. როდესაც ასეთი მოცემულობა გვაქვს და სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8000 წელი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ გააშენონ და გვერდით და უпроსწორედ, როდესაც პატიოსანი მე ვენახე უვლის ჰექტარზე 7-8 ტონა შეიძლება ვერ მოიყვანოს და 21, 22, 23 შაქრით ვენახი და ვენახი იკრიფება იქ და ყურძენი იკრიფება უпроსწორედ ესეთი შაქრიანობით და იმას დაუყენებ გვერდით ასეთ მოცემულობას და თანაბარ იმაში პირობებში აყენებ. ეგ არის პრობლემა და თუ აქ შედიხარ რომ შენ გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და არათანაბარ პირობებში ჩააყენო და ხარის უკეთესი ის მისცე, რა ქვია, ხარისხის ნაწილში შეუკეთესი შედეგები მისცე. ამ შემთხვევაში ესე იგი უკვე პირდაპირ დარტყმის ქვეშ აყენებ იმას, რომელსაც ასეთი ვენახი გააშენა. ესეთი შეცდომები რო არ მოხდეს და ესეთი შეცდომები რომ დაშვებული არ იყოს, სახელმწიფომ რომც არ მოთხოვს, ეს ის მინიმალური საბაზისო მოთხოვნა არის, როდესაც ვენახი უნდა გააშენო და შესაბამისად შენთვის უნდა იცოდე ელემენტარულად სად დაშენებ ვენახს. თუ მაგაზე რა თქმა უნდა მეუბნები და მაგაზე ვთანხმდებით, რაზე ვსაუბრობთ, მაშინ რომ სახელმწიფომ ეს მინიმალური ის უბრალოდ საოცარი არის, ესე იგი, ხანდახან ჩემთვის ვენახი ცოტა უფრო მეტი არის, ვიდრე შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვის დღეს კომენტარი გააკეთეს, თუ ორი დღის წინ თუ რაღაცა და ალვის ხეზე თუ მინდაო რომ დავაყრო კვირტიო, სადაც უნდა იქ დააყროს და როგორც უნდა ისე მოიხმაროს, მაგრამ როდესაც ღვინოზე ვსაუბრობთ, კეთილი უნდა ინებოს და ცოტა მეტი პატივისცემით დამოკიდებულებით იყოს დარგის მიმართაც და თვითონ შრომის მიმართაც და როცა ასეთი შემთხვევები გვხვდება, იქ აუცილებელი არის, რომ სწორი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები და პლატფორმა შექმნა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ექსპორტი გაიზარდოს, ხელი შეეწყოს უფრო მეტად გარეთ სხვადასხვა ახალი ბაზრების ათვისებას. იმისთვის თუ სწორი პროდუქტი არ გაქვს შექმნილი და აქვე დასაწყისშივე, ძირშივე შეცდომა გაქვს დაშვებული, რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, ხო? შეუძლებელი არის, რომ ხარისხზე უბრალოდ დღეს ძალიან მიკვირს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი გაშლა და მსჯელობა გვჭირდება, როდესაც იმას ვამბობთ, რომ ხარისხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ხარისხიანი ღვინო, ხარისხიანი ვენახის გარეშე გამოვა? ხო შეუძლებელია. ხარისხიანი ვენახი რომ დღეს საბოლოო ჯამში მაგაზე გავდივართ, რომ ხარისხიანი ვენახი რომ მივიღოთ, იმისთვის რომ ელემენტარული მოთხოვნა უნდა იყოს. ხო ამაზე გვაქვს საუბარი და თუ ამაზე ვსაუბრობთ, ვეღარ გავიგე მაშინ სად არის. უბრალოდ მე ვენახების ნაწილი ამბობს, რომ რეგულაციები ამ შემთხვევაში მე თქვენთან ერთ ბოდიშს ვიხდი, არ მიიღოთ პიროვნულად, იმიტომ რომ იმდენად არასწორი კომენტარები წავიკითხე და მოვისმინე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამასთან მიმართებით, რომ შეუძლებელია, რომ აღშფოთებული არ ვიყო. ეს არაკომპეტენტურობის და, რა ვიცი, არ უნდა გიყვარდეს ეს დარგი, რომ ასეთი მიდგომით
ესეთი შეფასებები გააკეთო. ვიღაცამ შახაბასი მოიხსენია, ვიღაცამ რაღაცა ალვის ხეზე დამყნობილი კვირტები მოიხსენია. საოცრება არის. როდესაც ასეთი უცოდინრობას ამჟღავნებ, თუ არ იცი სხვაებას მაინც უნდა კითხო და თუ არც ეგ არ შეგიძლია რომ სხვას კითხო, ელემენტარულად ჩუმად უნდა იყოს თავმოყვარე ადამიანი. მაგის იქით არ გავდა. გასაგებია ბატონო დავით შეიძლება დავაწყოთ ხო? დიახ, მოკლე რეპლიკა და შემდეგ ბატონი გიორგი. ანუ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ჯერ პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ მოგეხსენებათ ახლა ჩვენთან მცირე მარნებში ახლა ვინ გააშენებს ვენახს და ვინ მოიყვანს არავინ არ იზავს ესეთ რამეს ელემენტარული მიზეზის გამო ვერ გაყიდის ამ ღვინოს ვერასდროს ვერ გაყიდის ეს არის მთავარი გარანტი მაგრამ თუ ვიღაცას უნდა რომ უბრალოდ მოიყვანოს ეს ყურძენი არ ვიცი და დააწარმოოს ორლარიანი ღვინო ხო სიტყვაზე ვამბობ არ ვიცი მაგრამ სახელმწიფოს თუ აბარებს იქაც არის ხო ამბობთ რომ დაბალშაქრიანი ყურძენი დაბალი ფასია კარგი ყურძენი მაღალი ფასია ანუ ჩვენ უკვე აქ მივედით იქამდე რომ ვანსხვავებთ ამ ორ რაღაცას ხო ანუ და აფასებთ უკვე თქვენ ფასით შესაბამისად უკეთეს ყურძენს და ნაკლებ ხარისხს ნაკლებ ფასს ადებთ ამიტომ რა საჭირო არის მისი ზედმეტი კიდევ რეგულაცია ხო უკვე გააქვთ ეს ფასში ჩადებული კარგი ყურძნის დაფასება თქვენივე საუბრიდა ხო ესია ხო ამაზე ვსაუბრობ გასაგები ბატონო მაგრამ აი ბატონ გიორგისაც ერთიანი მიდგომის ნაწილი ანუ აი ამის თქმა მინდა ეს არის ერთიანი მიდგომის ნაწილი ერთი მომენტია რომ ხარისხიანი ყურძენი უნდა დაფასდეს და მეორე მომენტია რომ ეს თავიდანვე არ უნდა იყოს გაშენებული ისე რომ შესაძლოს შედეგი იყოს მე უხარისხო. ეს უარყოფით შედეგი ხო ამ მენახის უბრუნდება პირველ რიგში ხო რაღაც. ხო და მე საბოლოო ჯამში ისევ ისე სახელმწიფო საფიქრალი ხდება ეს დაზარალებული და დაზიანებული მოცემულობა და მაღაზია საუბარი და ჯამში ერთი რაღაც უნდა ვთქვა აბსოლუტურად დავეთანხმებ ბატონლევას რომ ნახეთ მევენახეობა მეღვინეობას დარგში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება არა როგორც მარტო ამ დარგში არამედ სხვა დანარჩენი მიმართულებით სამინისტროში ჩვენთან და ამ შემთხვევაში ეს არის კომპლექსური მიდგომა. ჩვენ თუ გვინდა რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, ამ შემთხვევაში ხარისხიანი ღვინო და ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, უნდა შედგებოდეს რამდენიმე რაღაცისგან. არა მხოლოდ საბოლოო ჯამში ღვინის ხარისხის კონტროლით და როგორც ორგანოლეპტიკით, ასევე ქიმიური შემადგენლობით არამედ იქამდე როგორ მივდივართ, ამითი უნდა კონტროლდებოდეს. უნდა ისაზღვრებოდეს ასევე შიდა ბაზრის ინსპექტირება დავიწყეთ ძალიან მკვეთრად და ძალიან კატრად ჩამოსასხმელ ღვინოზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ იქაც არაკეთილსინდისიერი არიან ხოლმე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. ყავსურებენ ღვინოში. აგაშენა სხვა ნამხამხო თუნდაც ეს წყლიანი ღვინო რა არის? საბოლოო ჯამში ეს რომ ეწარმეს უნდა გასაგები ღვინო ნატურალური და ორლარს იხდეთ საბოლოოდ ვიღაცას უღირს. მოდით ბატონო მომხმარებელი თვითონ გადაწყვეტს დაასხას თუ არ დაასხას. ღვინის ხარისხი საქართველოში უმჯობესდება ყოველწლიურად. ხო მეთანხმებით მაგას? ნახეთ როგორ არის რაც შეგიძლია რომ მიიღო 1 წელიწადში, 3 წელიწადში და იღებ 10 წელიწადში პრობლემა გაქვს. კი ბატონო, ანუ აღიარებთ ეფექტურობაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, იმისთვის რომ თუ გვინდა რომ უფრო ეფექტურად ეს არის ამის შედეგი. დღეს ნახეთ როგორ არის რამდენიმე წლის წინ გარემო განსხვავებული იყო რა კიდე ერთხელ ვიძახი რომ ბოლო 10 წელიწადში კვეთრი ვარდნარის ღვინის მოხმარების სოფლიო ბაზარზე და ყველაზე დაბალი ნიშნულია 1961 წლის შემდეგ. ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ მზად ვიყოთ, იმიტომ რომ ეს აუცილებლად აქაც აისახება. მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და პირველი ამასთან მიმართებით, რაც ყველა ვარიანტში უნდა გავაკეთოთ. ეს არის ხარისხის კონტროლი, ხარისხიანი ღვინო, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ კონკურენტული იყო საერთაშორისო ბაზარზე და იქ როგორ უნდა გახვიდე, თუ ვენახი არ გივარგა, ღვინოს ვერ დააყენებ, არ არსებობს ეგ ამბავი. იმისთვის რომ შიდა ბაზარიო, ხა ვიღაცა წყალს გაურევს, რო იძახით. იმან რა დააშავა, ვისაც ხარისხიანი ღვინო აქვს, საბოლოო ჯამში ხო ქართული ღვინო აქვს. ძალიან რატო უნდა გაიტეხოს სახელი ამასთან დაკავშირებით? მოდით ასე ვთქვათ, რომ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ჩვენ მოგეხსენებათ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო აბსოლუტურად ახალი რეფორმა დიდი რეფორმა ჩავატარეთ, ახალი სახელმწიფო პროგრამები დავდეთ, რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გავსაზღვრეთ და ერთ-ერთი არის ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და ექსტენსიაზე ხელმისაწვდომობა, რაც იმას უსვავს ხაზს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც შიდა, ასევე გარე ექსპერტებზე ამასთან დაკავშირებით ჩვენს
ფერმერებს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომელი მიმართულებით ქონდეთ შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ ექსპერტები. ზუსტად ამ ნაწილში მესმის თქვენ რასაც აუთ, შესაძლებელია რომ დავაბუშაოთ ეს პროგრამა და ზუსტად ამ მიმართულებით დიდი სიამოვნებით შეიძლება თუ გაქვთ ინტერესი, ერთობლივად გავსაზღვროთ ეს და პროგრამა საკომისია გავაკეთოთ, ნახოთ სტუდენტები და დიდი სიამოვნებით გავსაზღვროთ ეს ამბავი. ჯამში ერთი რაც უნდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ კიდევ ერთხელ მეღვინეობა, მევენახეობა შედგება რეფორმა კომპლექსურად ბევრი რაღაცისგან და საბოლოო ჯამში ასე მივდივართ საბოლოო შედეგზე. Რა თქმა უნდა, წეღან ბატონმა გიაბრძანა ლაბორატორიები ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ, რომ ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაკეთებთ რეგიონულ ლაბორატორიებს, რაც ხელმისაწვდომობას მისცემს ფერმერებს, რომ აუცილებლად გქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით ისარგებლონ და არ მოუწიოთ თბილისში კონკრეტულად ჩვენს ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩამოსვლა. ეს დაწყებული არის იქ, სადაც გვაქვს რეგიონული ლაბორატორიები, იმას ვაძლიერებთ, რომ კომპლექსურად დავფაროთ მომსახურებებით, სადაც არ გვაქვს, იქ მივდივართ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს და დაწყებული არის. ხარისხიან ენერგიებზე იყო საუბარი, იმიტომ ვამბობთ, რომ ხარისხიანი ენერგიის საჭირო ხა თქვენ რატო ჩამოგაქვთ იტალიიდან, არა იმიტომ, რომ იაფი არის, იმიტომ, რომ ზუსტად იცით, რომ ის ხარისხის გარანტია არის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სამწუხარო მოცემულობა გვაქვს, რომ ძირითადი ვენა ძალიან ბევრი ნახევარზე მეტი ვენახების არის დავირუსებული. დავირუსებული ვენახი რას გვაძლევს საბოლოო ჯამში? სიცოცხლის ნაკლებუნარიანობას, ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უხარისხო საბოლოო ჯამში ეს ვირუსი აუცილებლად აისახება ღვინოში და არის აგრეთვე გადამდები არავիր დავირუსებულ ვენახებზე და შესაბამისად დააინფიცირებს იმ ვენახსაც, რომელიც არ არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი ენერგია შეირჩეს და ეს კომპლექსურად ჯამში ყველაფერს ერთად ვკრავთ იმისთვის, რომ ხარისხზე და ერთიან გადაწყვეტ ერთიან საბოლოო შედეგზე გავიდეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ცოდნაზე ხელმისაწვდომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და დიდი სიამოვნებით მაგ ნაწილს აუცილებლად განვიხილავთ და შეიძლება რომ შევაჯავოთ, რაც მთლიანი ერთიანი სურათის საბოლოო შედეგი იქნება. მადლობა ბატონ დავით. ძირითადად დიახ ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნები ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი და ზუსტად ასე მივდივარ. და მიდის მთელი უწყება, სურსათის უვნებლობიდან დაწყებული ღვინის სააგენტოთი დამთავრებული და არ გადის, ესე იგი, თვე რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები, არა მხოლოდ რესტორნებში და დარბაზებში, არამედ ქსელურ მარკეტებში ჩამოსასხმელ ღვინოსთან და არაერთი შემთხვევა გქონია მთლიანად ამოღების და მოხსნის და კონფისკაციის. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა და თქვენი ეთერით ვისარგებლო და აუცილებლად თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიქნები შეურიგებელი და მკაცრი ძალიან რადიკალური, იმიტომ რომ ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის. ეს რაც ამას შეეხება. რაც შეეხება ხარისხის და ხარისხის ნაწილს. კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით მინდა თქვა, რომ ღვინის ხარისხიანი ღვინო რომ მივიღოთ, ამასთან დაკავშირებით კომპლექსურად ვაკეთებთ ვატარებთ სხვადასხვა რეფორმას. დაწყებული რთველის პროცესი და დამთავრებული ვენახის გაშენების პროცესი და კიდევ ერთხელ აღარ უბრუნდები ინსპექტირების ნაწილს, რომელსაც ბაზარზე ვახორციელებთ. ამ შემთხვევაში რას გულისხმობს რთველის პროცესი? წელს შარშან იყო პირველი საპილოტეთ განსაზღვრეთ, რომ კონკრეტული შაქრიანობის გრადუსი, რომლის მიხედვითაც მოხდა გრადაცია ხარისხობრივად ყურძნის, წელს კიდევ უფრო მეტად გავამკაცრეთ და ვამბობთ, რომ რომელი არის მაღალი ხარისხის ღვინო და მაღალი კონდიციის ღვინო, ყურძენი ბოდიშვიხტი, რომელი არის საშუალო კონდიციის და რომელი არის არაკონდიციური და 17 გრადუსამდე ყურძენი წელს უკვე კატეგორიულად ვამბობთ, ჩაბარდება 30 თეთრში, იმიტომ რომ არ შეიძლება ამას ერქვას ყურძენი და არ შეიძლება ეს გამოყენებული იყოს ღვინისთვის. თავისი პირად თუ ვინმეს თავისი მეღვინეობა აქვს და საშაპანურე თუნდა იმას თავის პროფესია აქვს და თვითონ განსაზღვროს მაგას, მაგრამ იქ სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელი არის და სადაც ღვინო უნდა ერქვას ამას, იქ არის მკაცრად განსაზღვრული და ამიტომ ყურძნის ხარისხი არაერთი ეთერით განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვეცმინდა თქვა, რომ იქნება მკაცრად კონტროლირებული და თავისი შრომის შესაბამისად, თავისი ხარისხის შესაბამისად მიიღებს თითოეული მევენახე არაზღაურებას ამასთან მიმართებით. ეს არის რაც კონკრეტულად ყურძენს ეხება და რთველს შეეხება და კიდევ ერთხელ ზუსტად
იმიტომ რომ კომპლექსური მიდგომა არის მთლიანად დარგის და სექტორის მიმართ, ზუსტად ამიტომ ჩავდივართ ვენახებამდე და იმიტომ ვამბობთ, რომ ვენახი უნდა იყოს სწორად გაშენებული და უნდა იყოს სწორი ენერგიით გაშენებული, სწორ ნიადაგზე გაშენებული, იმიტომ რომ მივიღოთ საბოლოო ჯამში ხარისხიანი ღვინო და აქვე აუცილებლად უნდა თქვა, რომ ამას ერთობლიობაში კრავს მეღვინე მევენახე თქვენბძანე და თქვენს სოფლის განვითარების სააგენტოს აუცილებლად ექნება მცირე და საშუალო მარნების პროგრამა, რომელიც იქნება ორიენტირებული მაღალი ხარისხის ღვინის დაყენებაზე, მაღალ ტექნოლოგიური ქარხნებით. ეს არ იქნება აუცილებლად აქაც პირველ რიგში ხარისხს ვაქცევთ ყურადღებას. საბოლოო ჯამში, რასაც აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვა, როგორც ღვინოსთან მიმართებით, ასევე სხვა დანარჩენ პროდუქტთან მიმართებით, საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, ჩვენ რაოდენობრივ ნაწილში ვერ შევეჯიბრებით ვერავის, ნებისმიერ პროდუქტთან მიმართებით აუცილებლად უნდა ვიყოთ ასოცირებული მაღალი ხარისხის პროდუქციასთან. ქართული პროდუქცია უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქციასთან პირდაპირ ასოცირებული და ქართული უნდა იყოს ხარისხის ნიშანი ამ შემთხვევაში პროდუქტთან მიმართებით. ზუსტად ეს არის როგორც ღვინოსთან და ასე კომპლექსურად უდგებით, ასევე სხვა დანარჩენი მიმართულებით, სადაც ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, ძალიან დიდ რეფორმებს და საბოლოო მიზანი არის ეს. ესე იგი ლაბორატორიები ჭაჭა და მაინც საინტერესოა რატომ იბარებს სახელმწიფო იმ ყურძენს, რომელიც არ ვარდა. კი ბატონო. კარგი, დავიწყოთ აქციისთან მიმართებით. აქციზე ჩვენ ვემუშავებთ ფინანსთა სამინისტროს, ვნახოთ ამასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში სამუშაო პროცესში არის და ჩვენი ამოცანაც არის, რომ ადგილობრივი პროდუქცია წარმოება წავახალისოთ და საბოლოო ჯამში, როგორც იტალიაში არის გრაპა, იგივენაირად შეიძლება ჩვენთან შესაბამისი ჭაჭის პროდუქტი მივიღოთ, რომელიც შეიძლება იყოს კონკურენტულარიანი და ესე განვითარდეს. დღეს აბსოლუტურად ვხედავთ მან შესაძლებლობას და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან და მუშაობთ ამ საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება ლაბორატორიებს დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა, მაგალითად ახალციხეში უკვე გავაძლიერეთ და მაქსიმალურად აღჭურვეთ თუ რამე დანაკლისი იყო, შიდა ქართლში იგივენაირად ამ შემთხვევაში დავამატეთ თევზის კომპონენტი ჭირდებოდათ, ანუ ეს არ არის მხოლოდ მეღვინეობა მევენახეობის, სრულად აგრონომიული მიმართულებით თუ რამე საჭიროება არის რეგიონში და შიდა ქართლს აკლდა აკვაკულტურის მიმართულება და დავამატეთ ეს მიმართულება და უკვე სრულად არის იმერეთში მიდის გაფართოება, უკვე გამოცხადებული არის ტენდერი პროექტირებაზე და ერთი შენობა რაც დგას აუცილებლად ჭირდება დამატებით მეორე, სადაც სრულად შევკრავთ და კახეთში ზუსტად იგივენაირად გამოცხადებული არის პროექტირებაზე და აქაც იგივენაირად. ისა შესყიდული და მაგით ვკითხულობ. კი, მაგაზე მივდივარ ზუსტად. მაგასთან დაკავშირებით პროექტირება გამოცხადებული არის. პროექტი გვექნება ალბათ 2-3 თვეში და მაგის მიხედვით უკვე სამშენებლო წელს მშენებლობას დავიწყებთ, სადღაც 28 წლის გაზაფხულზე მაქსიმუმს ვიძახით, თავისი სრულად გაწყობილი რესურსით გვექნება ამასთან დაკავშირებით უკვე ლაბორატორიები და ამოცანა ეს არის, რომ ყველა რეგიონში უნდა იყოს რეგიონული ლაბორატორიები, სადაც სწრაფი პასუხები რასაჭირდება ანალიზებს იქვე მისცემს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ცენტრალურად მომსახურება თბილისი, ოღონდ არა ფერმერისთვის ამ შემთხვევაში ფერმერი ადგილზე რეგიონში ჩააბარებს ნიმუშებს და შესაბამისად იქვე მიიღებს პასუხებს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, თუ გვინდა რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ და კიდევ ერთხელ ჩვენს იმ მიზანს, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობასთან მიმართულებით, როგორც წეგან აღნიშნეს, სხვადასხვა რეფორმები და სხვადასხვა გადაწყვეტილებები კომპლექსურად უდგებით ჯამში და აუცილებლად გავალთ შედეგზე. და მესამე კითხვა იყო ჭარბოსავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჭარბოსავალი არის ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა ამასთან მიმართებით უნდა ვთქვათ, რომ პირველი რიგის ამოცანა 2012 წლიდან მერე იყო, რომ მეღვინეობა მევენახეობა როგორც დარგის შემდგარიყო და შედგა. ეხლა მეორე რიგის ამოცანა არის, რომ ხარისხობრივად გადავიდეთ უკვე მაღალი არა მხოლოდ დარგის შემდგარი იყოს, არამედ გადავიდეთ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე და ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობ და ზუსტად ამას ემსახურება საბოლოო ჯამში ის გრადაცია ხარისხობრივი რთველის, ის მინიმალური მოთხოვნები ვენახზე, რაც საბოლოო ჯამში
მთლიან მოსავალს გადაიყვანს მხოლოდ ხარისხიან მოსავალში და არ იქნება არაკონდიციური მოსავალი და მეორეს მხრივ მიმართული გვაქვს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ახალი ბაზრები გავხსნათ და ამ შემთხვევაში ჩვენ წავედით არა იმ კუთხით, რომ ვენახები შევავციროთ, რაც მოხდა ბორდოში და ისეც რატომ მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ეს იყო ძირითადი ბორდოს ვენახები არის 100,000 ჰექტარი და შემდგომში უკვე იმიტომ რომ მოთხოვნა ბორდოს ღვინოზე გაიზარდა დაამატეს 20,000 ჰექტარი და გააშენეს ახალი ვენახები, რაც არ მოხდა რა ბურგუნდიაში დარჩა ის ძირითადი რაც იყო და ფასიც ზუსტად ღვინის ბურგუნდიის ფასი დაჭერილი არის და უფრო გაძვირდა და ბორდოს ღვინის ფასი წამოვიდა ქვევით და ზუსტად ამიტომ დაიწყო იმ ჭარბი გაშენებული ვენახების გაჩეხვა სახელმწიფომ და დააფინანსა 4,000 ჰექტარით. ამ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოდელით ვიდივართ, ვამბობთ რომ ჭარბი მოსავალი დღეს შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად არის შესაძლებლობა იმისი რომ გვაქვს ჩვენ შესაძლებლობები ახალი ბაზრები გავხსნათ ამასთან დაკავშირებით. აქტიურად მუშაობ და ვეხმარებით მეღვინეებს, როგორც მარკეტინგის ხარჯებში, ასევე ერთიანი ქართული ღვინის მარკეტინგი, ქართული ღვინის პოზიციონირებით ამ ახალ ბაზრებზე, სადაც შესაძლოა გვინდა რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ ქართულ ღვინოს გაყიდვაში და ამითი დავაკომპენსიროთ ღვინის ექსპორტი და ამითი ავითვისოთ ეს ჭარბი მოსავალი და არა ვენახების შემცირებით. ანუ ერთის მხრივ ვენახებს ვაძლევთ ვაშენებთ ხარისხიან ვენახს, ვიღებთ ხარისხიან მოსავალს, იმიტომ რომ მხოლოდ გრადაციის მიხედვით, ხარისხობრივი გრადაციის მიხედვით, ყურძენზე, შაქრიანობის მიხედვით მოხდება ფასის განსაზღვრა და ჭარბმოსავალთან მიმართებით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვიაქტიუროთ საექსპორტის ნაწილში და ამავდროულად წეგან სწორად იყო აღნიშნული ფალსიფიკაცია არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომლითაც ჭარბმოსავლის ნაწილში მიეხმარება ღვინის ბაზარი იზრდება, როდესაც ფალსიფიცირებული პროდუქცია ცირდება ბაზარზე. ანუ ამ ყველაფერს ერთობლიობაში და კომპლექსურობაში ასე უყურებთ და არ ხედავთ ჩვენ რომ უნდა ღვინის ვენახის ფართობების შემცირებას, არამედ უყურებთ რომ ახალი ბაზრები კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, ან არსებული პოზიციები კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. ერთი ჩავ. დიახ, პატარა რეპლიკა. კი ბატონო. რამე მე ვფიქრობ რომ საბრაგეთში გაამართლა მაგიმან რა ქვია და მაგ მეთოდმა რომ 37,000 ჰექტარით შეამცირეს ბორდოს ვენახები და რა თქვა ის 20,000 რაც დაამატეს იმაზე მეტი შეამცირეს. გაამართლა იქ. და რატო ვეძებთ ახალ გზას მეთქი მე მაგას ვამბობ რომ რა ქვია ჩვენ სახელმწიფო კი ბატონო ძალიან კარგია რომ იმიტომ რომ ბატონი ლევანის სამსახური მაგას ემსახურება რომ ქართული ღვინო და საქართველოს გახადოს ცნობადი მსოფლიოს ბაზრებზე და ეს მაგრამ მანამდე თქვენ უნდა იყოთ ამ ბიზნესში სახელმწიფო უნდა იყოს ღვინის ბიზნესში კი ბატონო მაგასთან დაკავშირებით ყურძნის რამდენი ხანი უნდა იყოთ ბიზნესში მეთქი მაგას გეკითხები თუ თქვენ ხართ მზად იმისთვის რომ გადაიბაროთ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს რომ გავიდეთ შესაბამისად როგორც კი სექტორი მზად იქნება რომ ჩვენ გავიდეთ ჩვენ პირველი ვიქნებით ვიცაგე და გავალთ ამასთან დაკავშირებით მინდა ასე გითხრათ დიდი მადლობა ბატონ გიას ვეტყვი რომ არაჩვეულებრივი პროგრამები აქვს აწარმოეს საქართველოს და კონკრეტულად ბოთლთან მიმართებით თუ რამე არის შესაძლებელი არის ასეთ პროექტებს განიხილავენ და თუ არის ვინმე დაინტერესებული მხოლოდ დარწმუნებული ვარ იმაში რომ აუცილებლად ხარდაჭერა ექნებათ მათგან. სხვადასხვა შემთხვევაში აგროსასურსათო პროდუქტში უკვე ჩვენ შეგვიძლია სოფლის განვითარების სააგენტოსგან და ამასთან დაკავშირებით ესე იგი უნდა ვთქვათ რომ ფიქრობ რომ აჟიოტაჟი ატეხა იმან ვის ინტერესაც ემსახურება უხარისხო ყურძნის მოყვანა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არ არსებობს გონივრული არგუმენტი რატომ შეიძლება რომ ხარისხიანი ვენახის გაშენებას ეწინააღმდეგებოდეს ვინმე. როცა უბრალოდ წარმოუდგენელია ესეთი რამე. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ ან მათ ინტერესს ეწინააღმდეგება, ან არ არიან კომპეტენტურები, ან უბრალოდ კრიტიკას იმიტომ რომ გამოჩნდნენ რაღაცა თავი გამოიჩინონ გაუგებარი კრიტიკით და უსაგნო კამათით, უბრალოდ ასე წარმოდგებია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ალტერნატივა ხარისხიანი ვენახის გაშენებას არ აქვს. და ამაზე ვთანხმდებით სულ ყველა აბსოლუტურად მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას სადმე რამე ფორმით ეწინააღმდეგოდეს, თვითონ აშენებდეს ვენახს, თვითონ აყენებდეს ღვინოს თუ რამე ფორმით გულშემატკივარ იყოს და მხარდამჭერი იყოს მეღვინეობა მევენახეობის. ჩვენი ამოცანა, როგორც
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი. წეღანაც თქვი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ნებისმიერი რეფორმა და ნებისმიერი ცვლილება მიმართული არის იქითკენ, რომ მივიღოთ ხარისხიანი პროდუქცია. მივიღოთ ხარისხიანი ღვინო, იმიტომ რომ იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, იმიტომ რომ ქართული იყოს ხარისხთან ასოცირებული სახელი. აი ეს არის ამოცანა და ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ამას. თქმა უნდა, არ არსებობს საკითხები და ცვლილებები, რომელსაც არ ქონდეს და არ ახდენს თან ნებისმიერი კამათი განხილვას მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული მსჯელობისთვის, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ნებისმიერ რეფორმასთან მიმართებით. დანარჩენი ამას იქით, რომელიც უსაგნო და არასწორი მსჯელობები და გამშვალული არასწორი ემოციებით რაც დგას, ამას ვერ მივიღებთ და ამასთან დაკავშირებით ვიქნებით აუცილებლად შეურიგებლები. დანარჩენ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხარისხიანი ღვინო ქართული 8000 წლიან ისტორიას აუცილებლად უნდა აგრეთვე ასოცირებული იყოს ხარისხთან და ხარისხიან ღვინოსთან და ამას ვემსახურებით აქ ვიწყედვართ და ძალიან ბევრი ადამიანი და მინდა რა თქმა უნდა თითოეულ ადამიანს ვინც ვაზ შვილივით უვლის მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ვისაც არ უბუშავია ვენახში და არ მოულია თავისი ხელით ვენახი, არ იცის რამხელა შრომა და რამხელა წვალება უნდა ამ ყველაფერს და რატომ უნდა იყოს განსაკუთრებულად დაფასებული ვაზი და სხვა დანარჩენ შემთხვევაში სამწუხაროდ ისეთი ადამიანების მსჯელობა დავინახე და კრიტიკა მოვისმინე ამ რამდენიმე დღეში, რომელსაც ტელევიზორიდან მაქსიმუმ შეიძლება რაღაცა 1-2 ჯერ თველში იყოს ნაყოფი, რაც სამწუხარო რეალობა არის. დიდი მადლობა.